Am ქვეყნის ყველაზე მდიდარი და ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი დაფუძნებული პარტია ახლა ამ ქვეყნის ხელისუფალია, ამბობს, რომ სასამართლოში ვერ მივა, რადგან მისი მოსაზრებით არ იქნება უსაფრთხოების ზომები დაცული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა და შემდეგ პროკურორმა მოსამართლეს, რომ ამ ფორმით მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა საუბარია დისტანციურ რეჟიმზე. გარდა ამისა, ამავე მიმართვაში, რომელიც ადვოკატმა პროკურორს დაუგზავნო, კითხულობთ, რომ ერთ-ერთი ეს მიზეზი არის ასაკი. ანუ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მისი პარტია არის ახლა ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ამბობს, რომ ის ასაკოვანია და არ შეუძლია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვებს უშუალოდ სხდომათა დარბაზში მოусმინოს. თუმცა, უფრო საინტერესო იყო დღეს გიორგი ბაჩიაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პოზიციის მოსმენა. თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ ვერ იქნება დაცული სასამართლოში ივანიშვილის უსაფრთხოება, რადგან ასეთ შემთხვევაში საერთოდ ყველა საქმის განხილვა უნდა გადაიდოს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი უნდა იმყოფებოდეს მთლიან შენობაში. სხვადასხვა თეიმურაზ წიქვაძემ დღეს პარალელიც კი გაავლო ივანიშვილის უსაფრთხოებაზე საუბრისას საარჩევნო კამპანიაზე, როდესაც მაყურებელსაც კარგად ახსოვს, რომ ივანიშვილი შუშის სასახლით დადიოდა ხალხთან და მხოლოდ ასე ბედავდა მათთან გამოჩენას. სხვადასხვა პროკურორი ამბობს, რომ დისტანციურად ივანიშვილის დაკითხვაში პრობლემა არ არის, რადგან ამ ყველაფერს თავად კანონი არეგულირებს. თუმცა, მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ვინაიდან სწორედ ის უჩივის გიორგი ბაჩიაშვილს, ის ამტკიცებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა მას მილიონობით ბიტკოინი მოპარა. სწორედ ამიტომ საზოგადოებას ახლა ყველაზე მეტად ივანიშვილის ჩვენების მოსმენა აინტერესებს და მისი პოზიციის მოსმენა რა ამყარებს მის ბრალდებებს. ამიტომ ახლა ისიც საინტერესოა ეს პროცესი, რომელიც 5 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გაიმართება და სადაც ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად მისცემს ჩვენებას, იქნება თუ არა საზოგადოებისთვის ღია. ჩვენ გვახსოვს, რომ გასული ორი პროცესი მაგალითად დახურეს, როდესაც ქართულ ბანკის თანამშრომლებს ეხებოდა საქმე, ამიტომ დღეს ჟურნალისტებმა კითხეს ივანიშვილის ადვოკატს და პროკურორს უნდა ველოდოთ თუ არა იგივეს ორ დღეში, თუმცა ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. საზარალებრივ არეშინია ცხადია ბატონი ბაჩიაშვილის თვალებში ჩახედვის, რა თქმა უნდა, ჩვენს განცხადებას, რომლითაც მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, ჰქონდა ობიექტური მიზეზი ცხადია და ეს არის უსაფრთხოება. თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ საჯარო გამოსვლები, როცა ხორციელდებოდა მათ შორის საარჩევნო კამპანიის დროს, გამოიყენებოდა უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები. ეხლა სასამართლო თავისი არსით, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სადაც დღის განმავლობაში ტარდება უამრავი პროცესი და არის უამრავი ხალხი და ცხადია ჩვენი ერთი პროცესის გამო სხვა ადამიანების პროცესების გადადება ვერ განხორციელდება. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. აი ამ უსაფრთხოების დაცვის, აი ამ უსაფრთხოების აქ ვერ განხორციელდება ჩვენი მოსაზრებით. ესეთი განწყობაა ჩვენ მხარეს, რა თქმა უნდა, და ეს განცხადება დავაფიქსირეთ, შესაბამისი შუამდგომლობა დააყენა შემდგომ ბრალდების მხარემ და სასამართლომ ეს გაიზიარა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, არა მხოლოდ ჩვეულებრივ სისხლისწამლით საქმეებზე, არამედ მათ შორის ნაფსაჯულთა განსახილველ სისხლისწამლით საქმეებზე, როდესაც მომხდარა დისტანციურად ჩართვა კონკრეტული მოწმეებს. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივ დადგენილი პრაქტიკა, ეს ხდება ძალიან ბევრ სხვა სისხლისწამლით საქმეზე. აქ მთავარი გარემოება არის ის, რომ გონდეს ყველა მხარეს შესაძლებლობა თავისუფლად და ეს დაუსვათ კითხვები მოწმეს. ფიზიკურად თუ დისტანციურად ფაქტია ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ მისცეს ჩვენება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მან არ მოისურვა თუ შეიძლება ვთქვათ, რომ არ ვერ გაბედა დამჯდარიყო გიორგი ბაჩიაშვილის პირისპირ და მისი პოზიციაც მოესმინა, სწორედ ამიტომ ეს მისი ჩვენება იქნება დისტანციური 5 თებერვალს საქალაქო სასამართლოში. თუმცა ისიც ფაქტია და მაყურებელმა ისიც კარგად იცის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილი სასამართლოში მისვლას თავს არიდებს, ასე მოხდა მაშინაც, როდესაც მას საერთაშორისო დავები ქონდა სხვადასხვა სასამართლოში, მაშინ მისი უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი უწოდებს აბსურდის თეატრს და გამოგონილს და ბიძინა ივანიშვილის შურისძიებას, სხვადასხვა ამ საქმეში არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელსაც აქვს ნათია თურნავას ხელმოწერა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამ ხელმოწერით, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს იმას, რომ ინვესტორი იყო ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც
რომელიც არის აბსურდის საქმეც შეფასებული. სწორედ ამიტომ ბაჩიაშვილმა მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ნათია თურნავა და დღეს სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ თურნავას საქალაქო სასამართლოში ასევე კითხვებსაც დაუსვამენ. როდის ეს ჯერჯერობით არ ვიცით.